ქუთაისში დღეის მდგომარეობით ყველაზე დაბინძურებული ჰაერია. ინფორმაციას ჰაერის ხარისხის პორტალი ავრცელებს. მონაცემების მიხედვით ქუთაისში დაბინძურება ფიქსირდება ლადო-ასათიანისა და ჭავჭავაძის გამზირის კვეთაზე, სადაც PM10-ის მაჩვენებელი 118-ს აღემატება, რაც ძალიან ცუდ მდგომარეობად ითვლება. აღნიშნულ მცირე ნაწილაკებს რამდენიმე წყარო აქვს ესაა: სამშენებლო პროცესები, ღია გრუნტი, შეშის ღუმელები, დიზელის ძრავები, ქვანახშირზე მომუშავე თბოელექტროსადგურები, მრეწველობის სექტორი, ქარის მიერ მიმოფანტული მტვერი, ასევე ეგრეთ წოდებული მეორადი მყარი ნაწილაკები წარმოიქმნება სხვადასხვა დამბინძურებლების ფოტოქიმიური რეაქციის შედეგად. საქართველოსთვის მყარი ნაწილაკების მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს ტრანსსასაზღვრო დაბინძურება. კერძოდ ეგრეთ წოდებული აფრიკის მტვერი, რომელიც ძირითადად საჰარის უდაბნოს მტვრის ევრაზიის კონტინენტზე გავრცელებას უკავშირდება. მსგავსი მტვრის შტორმი ხშირად ვრცელდება საქართველოს ტერიტორიაზე, ძირითადად სამხრეთ-აღმოსავლეთის მხრიდან. რაც შეეხება ჯანმრთელობაზე ზეგავლენას, აღნიშნულმა ნაწილაკებმა სასუნთქის სისტემისა და თვალების გაღიზიანება შეიძლება გამოიწვიოს.